დედა ფატმა თქვენ ხართ? გამარჯობა. Hoş geldin. ღმერთო ჩემო. თითქოს არ იცოდე რომ მოვედით. ასიე, მორჩაშვილო. ბარგი ჩაალაგე, სახლში მივდივართ. ეს ამბავი ძალიან გაჭიანურდა. Neden? რატომ? Hayır. რა მოხდა? İlyas herhalde. ილიას მაზრი შეიცვალა? სპორტსა და ბიზნესს თავს ანებებს? Ya da size öyle söyledi. ასე გითხრათ და თქვენც დაუჯერეთ? ღმერთო ჩემო, შვილო. არაფერსაც არ ანებებს თავს. რას ვიზამთ? კაცები ასეთები არიან. თუ ძალას დაატან, ჯინაზე უარეს იზამენ. დროთა განმავლობაში ყველაფერს მშვიდად მოაგვარებ. ქალური ეშმაკობის არაფერი გაგეგება. ანდა რომელ ქალურ ეშმაკობაზე გელაპარაკები, დედობრივი ინსტინქტიც კი არ გაქვს. გარა შეიძლება რომ ასეთი ჩვილი ბავშვი მამას დააშორო. თუმცა ასეც ხდება ხოლმე. ზოგიერთი ქალი საერთოდ ვერ აცნობიერებს თავის მოვალეობებს. Belki de ben annelik içgüdüsünden. იქნება ასე იმიტომ უბრაზობ რომ ყველაფერს ვაცნობიერებ. Oğlumun babası. არ გიფიქრიათ რომ ასე სწორედ ჩემი შვილი საკეთილდღეოდ ვიქცევი, რადგან არ მინდა უმამოდ დარჩეს და არანორმალურ ოჯახში გაიზარდოს.